ვიდეოს ბოლომდე უყურე, რომ ისწავლა უდედის მკვლელი ბლინების მომზადება. ვამზადებ კეფირზე, დამზადდება ძალიან მარტივად. ხო, თან ეს დესერტი არის ზარმაცებისთვის, იმიტომ რომ ყველაფერი ერთ ჭურჭელში მზადდება. დეტალური გრამაჟობა მექნება ინსტაგრამზე, ამიტომ გამოწერა არ დაგავიწყდეს. მომშობიაროთ ერთი ცალი კვერცხი და კარგად შევათანთალოთ. მოვაყაროთ მარილი და კოკაინები, კარგად მოურიოთ. შემდეგ დავამატოთ ერთი ჭიქა კეფირი, დაგესიზმა დელფინი. შემდეგ იგივე ჭიქა ფქვილი, კარგად მოურიოთ და ტალახიან მასას რო დაემსგავსება, ერთ ჭიქა ადუღებულ წყალში სოდა გაურიოთ. და ესეც ნელ-ნელა დავამატოთ ჩვენს მასას, გვრითებო. ბოლოს კი 3 სუფრის კოვზი ზეთი. ამის შემდეგ ვაცხელებთ ტაფას და ერთ კოვს ბლინს ვასხამთ. დაველოდოთ 40-40 წამი, რომ გადმოვაბრუნოთ. ხო, იმ დაავადებას რა ქვია, ვისაც ჭირს არ უყუროთ. ამაზე ის საშინელი მელოდია უნდა დამედო. ბოლოს შეიწვება გადმოვაბრუნოთ და წავუსვათ ნებისმიერი რამ, რაც მაცივარში გვაქვს. მე მქონდა არაჟანი და ნუტელა. შევახვიოთ როგორც გინდათ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს როგორ შეახვევთ. მთავარია პირში გადაუშვათ. ხო, როგორც თქვი, დეტალურ გრამაჟობას და თანმიმდევრობას დავწერ ინსტაგრამზე, ამიტომ გამოიწერეთ მეგობრებო ინსტაგრამი. გეგმეღურაც არ დაგვავიწყდეს, ისვენებს ვაშკაცი. ხორცის გარეშე არაფერი გინდა, ხო?